მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მე სახლში არა ვარ, მაგრამ არ მინდა თქვენ დაგტოვოთ. ეხლა ამ გაშლის გარეშე ვიცი რომ ბევრი ელოდება და ამიტომ მინდა რომ ჩაგიწეროთ თქვენ ეს ვიდეო პროგნოზი მომდევნო კვირის ვის ელოდება. ვნახოთ დასტები ბევრი არ მაქვს წამოღებული, რაც მაქვს ის გამოვიყენოთ ჩვენ რა მნიშვნელობა ხო ასეა და ამიტომ მოდით ჯერ ვნახოთ ამ დასტით ეხლა რა ენერგიებში ეხლა თქვენ იმყოფებით ხო? და ვნახოთ რა ენერგიებში შედიხართ თქვენ ამ მომდევნო კვირის განმავლობაში. რა ენერგიებში შეხვალთ და რა თქმა უნდა ჩვენი სამივე თემაც განვიხილოთ ჩვენ. ანუ ეს საქმიანობა, სწავლა დასტამზად არის უკვე. კარგია, მოდით აბა ვნახოთ რა გელოდებათ თქვენ თქვენ საქმიანობაში, სწავლა, ბიზნესი, ვის რა ამოვა ვნახოთ. შემდეგი ვნახოთ ეხლა ჩვენ ფინანსები, ხო? უკვე ტრადიციულად ვნახოთ ფინანსური მდგომარეობა თქვენი. როგორ იქნება? Так, და ну აქ რაღაც ძალიან კაი კარტი ამოდის, ნახოთ ახლა. და ნახოთ ახლა ურთიერთობას, რაც ეხება ურთიერთობაში რა გელოდებათ, ისეც ნახოთ ჩვენ. ურთიერთობაშიც რა იქნება, ეგაც ვნახოთ. ой, მოდის. Так, რა ენერგიებში ხართ ეხლა? Так, თქვენ რაღაცა აქეთ ყობა ძალიან დიდი სტრესი გადაიტანეთ, მაგრამ სრულიად მოულოდნელი რაღაცა შეიძლება შეგემთხვათ რა. აი, შეიძლება კიდე ვიღაცა აქ ელოდება ადამიანს, რომელიც ძალიან გაწუხებთ, ასე რომ თქვა, გაწუხებთ კარგი თვალსაზრისით, დაუშვოთ ახლა შეიძლება იყოს მომენტები, რო თქვათ, მანძილზე ხარ დაუშვოთ და თქვენ ელოდები და ძალიან განიცდით მაგის თქვათ, როგორ განვითარდება, როგორ იქნება, ჩამოვა, არ ჩამოვა, რა იქნება, ელოდებით ვიღაცას. ან არა, უფრო შეიძლება თქვათ, მაინც მოლოდინი არის. კიდე ვიღაცას აწუხებს ძალიან ფინანსური მდგომარეობა და შეიძლება თქვენ ეძებთ რამე გამოსავალს, რა გავაკეთო, რომ ყველაფერი ჩემი თქვათ, რაც მიჭირდება, ხო? მოთხოვნილებები და რაღაცები დავხურო რა, ანუ განიცდით რაღაცა შეიძლება რა, ან შეიძლება ძალიან დიდი გასავალი გქონდათ, სრულიად მოულოდნელად რაღაცა ხარჯი გქონდათ თქვენ აქ და ამიტომ ცოტას ნერვიულობთ რა. მაგრამ პრინციპში თქვენ ახლა უფრო ისეთი არ კარგავთ, მოდით ასე რომ ვთქვათ, იმედს, ხო, არ კარგავთ იმედს, მაინც ახლა ცდილობთ მაქსიმალურად რომ არ იყოთ ნეგატიურ ენერგიაში პირიქით, თქვენ თითქოს აი ღმერთმინდობილები ხარ და ელოდებით, რომ აი ღმერთი ვიცი, რომ ყველაფერში დამეხმარება. მოდით ნახოთ ახლა ჩვენ რა ენერგიებში შედიხართ. რა ხდება? აქ ნახეთ, თქვენ გამოდიხართ რა, ამ თუ რამე გქონდა, ცუდი ნახეთ, ცუდი არაფერი არ არსებობს რა. აქ არის სიტუაცია როგორი. ძალიან დიდი ცვლილება გელოდება თქვენ და შეიძლება даже სასიყვარულო თემაში, იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენი დარდი, რაც თქვენ გქონდა, თქვათ, ხო, შეიძლება ეს ეხებოდეს უბრალოდ როგორი თემას, იცით, მაინც ახლა დასების დედოფალი ეს არის ყოველთვის, როცა თქვენი შინაგანი მდგომარეობა შეიცვლება და შეიცვლება ძალიან კარგად. კი. იმიტომ რომ შეიძლება გელოდებათ ამ კვირაში ისეთი პერიოდი, რომ იტყვით რომ ღმერთო რა ბედნიერი ვარ. თქვენი ყველა აბსოლუტურად დარდე, რაც ეხება სხვადასხვა ურთიერთობას. აქ შეიძლება იყოს ძალიან მძიმე პერიოდი გადაეტანეთ. მე თქვენ ხშირად გეუბნებით ხოლმე, რომ ჩვენ ახლა ის გადავდივართ, ხო? რაღაცა ესეთ პერიოდში, სადაც უკვე ძველი პროგრამები, რაც იყო, უკვე უნდა წავიდეს, უკვე აღარ იმუშავებს, ასე რომ ვთქვათ, ხო? ან თითქოს რაღაცა კარმული თემები დაასრულეთ თქვენ და ძალიან პრიადოსნები ხართ რა. იმიტომ რომ აი აქ თქვენ უკვე ნამდვილად ირჩევთ თქვენს თავს, ნამდვილად ფიქრობთ უკვე გადადიხართ აი პოზიტიურ ტალღაზე, ასე რომ ვთქვათ და თუ რამე იყო ისეთი, რაც თქვენ გაწუხებდათ, რაც თქვენ არ გაძლევდათ მოსვენებას, ეს ყველაფერი უნდა წავიდეს. ანუ თქვენ მარტო წაიღებთ უკვე რაღაცა აი გამოცდილებას, ასე რომ ვთქვათ, რომელიც თქვათ გქონდა თქვენ
და აუცილებლად ფიქრობთ კიდევაც აქაც უკვე ისეთ ენერგიებში ხართ, რომ გინდათ უკვე და შეიძლება ღმერთსაც ვთხოვთ, რომ ღმერთო გეხვეწები, რომ დასრულდეს რა ეს სულ ყველაფერი, რაც აი მართლა უკვე მომაწვა რა და აი აქ გვაჩვენებენ, რომ ნამდვილად ისეთი ენერგია შემოდის, რომელიც ანუ ყველაფერს თქვენს აბსოლუტურად რაც არ გახარებდათ სულ ყველაფერი უნდა თქვენი ცხოვრებიდან აუცილებლად წავიდეს, ხო? თუ იყო რამე სასიყვარულო თემა, აქ გეუბნებით, რომ აი ძალიან დიდი ბედნიერება მოდის, აი ძალიან რთული პერიოდი გეუბნებით, აქ მიდის, აი ხო გითხარით, მიდის ძალიან რთული პერიოდი თქვენი ცხოვრებიდან და შემოდის ძალიან კარგი სიტუაცია. ვიღაცა შეიძლება თქვათ, ან დაუშვათ თუ აი ურთიერთობა გქონდათ, ხო? აი აქ შემიძლია ერთი სიტყვით რომ თქვათ, რომ თქვენ იქნებით ისე კარგად, როგორც თქვენ გინდოდათ, იმიტომ რომ თქვენ გულით აერჩიეთ პოზიტიური განწყობა, თქვენ გულით აერჩიეთ დასრულება იმ პერიოდების რა. ანუ თითქოს შინაგანი თქვენი განწყობა შეიცვლება, გამიგეთ რა ხდება? ანუ აქ ადამიანი მიხვდება, რომ აი ნეგატიური თქვათ და რთული თქვათ ცხოვრება მე არაფერს არ მომიტანს კარგს, მე ყველაფერს ვტოვებ უკან და მე მივდივარ წინ, მაგრამ მე წინ მივდივარ მხოლოდ ენერგიებით, რომელიც მე მაძლევს ისეთ განწყობას და ისეთ მდგომარეობას, სადაც მე მიხარია. არა აქვს მნიშვნელობა ახლა, აი ცუდი იქნება სიტუაცია, ასე, იცით თქვენ რა არ მეყვარს მე ეს ცუდი კარგი, ანუ ისეთი რომელიც თქვა, არ მახარებს სიტყვაზე. თუ ისეთი რაც მახარებს, მე ვიღებ ყველაფერს მადლიერებად და ვიცი რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხო დასრულდა, აქ დასრულდა თქვენი რაღაცა რთული პერიოდი და კარმული თემა დასრულდა, ვიღაცამ დაასრულა ძალიან დიდი აი კარმული პერიოდი. მოდით ვნახოთ მაშინ ახლა ჩვენ რა გელოდებათ თქვენ საქმიანობაში. ძალიან კარგი სიტუაცია შეიძლება ახლა თუ თქვენ ისვენებდით, ახლა დაბრუნდებით სახლში, იმიტომ რომ ახლა ზაფხულის პერიოდია მაინც და შეუდგებით თქვენ საქმიანობას, მაგრამ შეუდგებით როგორ ახალი ენერგიებით, ანუ რაღაცა შეიძლება აქ შემოქმედებითი ენერგიების გაიღვიძოს თქვენში, ხო? ანუ რაღაცას შექმნით. შეიძლება ზოგი დაიწყებს სხვათა შორის აქ სახლში მუშაობას. თუ დაუშვოთ თქვენ ახლა მუშაობდით ოფლაინ, თქვათ ოფისში მუშაობდით, შეიძლება ზოგმა იფიქრებს, რომ მე სახლიდან მინდა ვიმუშაო რა. რაღაცა მოგივათ, აი დაგიბრუნდებათ რაღაც თქვენი ენერგია რა, აი აქ დაგიბრუნდებათ, აი თუ ვინმე დაუშვათ ახლა კიდე მოიცადეთ კიდე რა და დაწინაურებად შეიძლება სხვათა შორის აქ მოხდეს ვიღაცასთან რა. ზოგი შეიძლება დაბრუნდეს იმ სამსახურში, სადაც იყო, იმიტომ რომ თუ იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ თქვენ კომფორტულად იყავით, შეიძლება მოხდა რაღაცა სიტუაცია, რომ მოგიწია წასვლა, მაგრამ ისევ შეიძლება დაგიძახებენ და მიგიღებენ უკან რა. აქაც ნახათ ახლა პენტაკლები. გეუბნებით, აი აქ რაღაცა როგორი ენერგია მოდის, იცით, რომ თვითონ აი იცვლება, ბევრი რაღაც იცვლება, თქვენი აი აქ აღიარება როგორც გითხარით, რა თქმა უნდა მოხდება და სხვათა შორის მე შემიძლია თქვათ, რომ აი აქ ბევრი ბოლოს და ბოლოს შეიძლება თქვათ კონსულტაციაზეც გაევლის ვიღაცასთან, ვინც მაგას მიუთითებს და აჩვენებს მის დანიშნულებას, ვისაც კიდე თუ არ იცით მობრძანდეთ და მათ რასაც გავარჩიოთ თქვენი და გაიგებთ თქვენ სად არის თქვენი პირადი დანიშნულება, მაგრამ აი ეს ინფორმაცია თქვენ აი რაღაცა შეცვლის რა თქვენს ცხოვრებას, ასე რომ თქვათ რა, იმიტომ რომ როცა შენ სულის არჩევანს, სულის გზას პოვლობ, ხო? აი აქ აუცილებლად იქნება ძალიან დიდი წინსვლა და ძალიან დიდი ცვლილება. კიდე ვიღაცა შეიძლება მეუღლე ან თქვენი პარტნიორი დაუშვათ ახლა ნახავს ესეთ სამსახურს, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახლა ერთობლის შეცვლის და სირთულეები, რომელიც გქონდა თქვენ, ხო, და ფიქრობდეთ როგორ რანაირად ჩვენ ახლა მოვერიოთ, მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ შეძლებთ აბსოლუტურად, აი კარგად შეძლებთ და აი ეს თქვენი პარტნიორი სხვათა შორის თავის სიძლიერეში მიდის, შეიძლება კაი სამსახურს ნახავს, სადაც კარგათაც იგრძნობს თავს და ნამდვილად კარგი შემოსავალიც ექნება. აი, ბიჭებო, თუ თქვენ ხართ, ესე იგი თქვენ გეხება, თუ თქვენ უყურებთ რა, რომ რაღაცა მართლა მოერევეთ თქვენ სირთულეებს, რომელზეც თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ. აქაც გვაჩვენებენ ჩვენ, ხო, რომ გამოდიხართ რაღაცა სირთულეებიდან, სხვათა შორის აქაც კიდე ბიჭებო, თქვენს თუ გქონდათ პრობლემა ვინმეს თქვენს ქალთან და შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ურთიერთობა დასრულდა უკვე ჩვენი, აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ისევ ეს ქალი თუ დაუშვათ იყო თქვენგან ან შორს, ან თქვენ არ გიყურებდათ სიტყვაზე, ხო? ფიქრობდეთ, რომ всё დასრულდა,
არა, აქ არის ძალიან დიდი ალბათობა და დიდი შანსი, რომ თქვენ ახლა პირიქით ახლა კარგად იქნებით და კარგი პერიოდი გელოდებათ. ნამდვილად აი გეუბნეთ, რაღაცა თქვენ ზალაში შედეხართ რა. აი თქვენს აღიარებაში შედეთ. თქვენ ახლა აქ ბევრი ენერგია გეძლევათ იმისთვის, რომ თქვენ დაიწყოთ რაღაცა ახალი. აქ ზოგი შეიძლება დაუბრუნდეს იმას, რაც თქვათ იყო, აქაც ნახეთ ახლა არის გირცხრიანი, ხო, დაუბრუნდეთ თქვენ იმ საქმიანობას, რომელიც თქვენ მოგწონდათ. გამიგეთ, შეიძლება თქვათ დაუშვათ კიდე, აი რაღაცის სწავლა გინდოდათ, თქვათ კიდე რაღაცა ინფორმაცია გინდოდათ, ანუ გაუმჯობისებთ, გამიგეთ, ნუ თქვენს საქმიანობას და სხვათა შორის აი აქ მართლა თქვენი სული გახარებული იქნება, იმიტომ რომ აი თითქოს ნუ როგორ არის იცით, აი აქ თქვენ პროფესიონალიზმსაც აჩვენებთ, მაგრამ ეს იქნება როგორ არა ისეთ საქმეში, რომელიც თქვათ მე არ მაძლევს სიამოვნებას, იმიტომ რომ შეიძლება ფული გქონდეს, მაგრამ არ გსიამოვნებს, არ გინდა, მაგრამ აი როცა შენ პოულობ საქმეს, რომელიც შენ მოგწონს, იმას ფულიც მოაქვს, ცვლილებაც მოაქვს შენი ცხოვრებიდან, შენი სირთულეები, რომელიც შენ გაღელვებ და გაწუხებ და ხო, ყველაფერი მიდის და გაგ ძალიან დიდი წინსვლა. აქ უეჭველი ბევრი ვიღაცები მიაგნებენ იმ საქმიანობას, რომელიც მათ გულს გაუხარებს. ან დაუბრუნდებით თქვენ იმას, რაც თქვათ, ნუ დაუშვათ რაღაცა ადრე ისწავლეთ, მაგრამ არ გამოგიყენებიეთ და აი ეხლა ეს ყველაფერი მოგივათ თქვენ ყველა ვარიანტში, ნუ იტყვით, რომ აი რაღაცა ძველი დიპლომს რო იპოვეთ, ხო ხტებით რა, რომ მოდი ეს ძველი დიპლომი ვიპოვო და გამოვიყენო და ძალიან აი ბედნიერი იქნებით მაგით, იმიტომ რომ ზუსტად თქვენი ის დავიწყებული შეიძლება თქვათ, ასე თქვათ, ცოდნა თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ გექნება დიდი წინსვლა, თქვათ, დაუშვათ გეტყვიან, რომ მოიტანე შენი დიპლომი, ხო? და აი ზუსტად იმ დიპლომის მეშვეობით შენ ახლა აქ ყველანაირად, ნუ გაქვს წინსვლა. კარგით, მოდით ნახოთ ახლა ჩვენ ფინანსები, ნუ აქ უეჭველი გზავნილება მოდის თქვენთან, აი ნახეთ, სულ 6-იანი თასების. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ადამიანი უეჭველი, აი აქაც ხო გეუბნები და გითხარის სიგნიფიკაციაც, ხო, რომ ანუ კარმული რაღაცა კარმა მთავრდება და თქვენ აი აქ უკვე თუ ადრე არ ერჩევდეთ თქვენს თავს, ხო? ადრე თუ არ ერჩევდეთ თქვენ იმ საქმეს, რომელიც თქვენ მოგეწონებათ, გესიამოვნებთ, თქვენ აქ უკვე აკეთებთ არჩევანს. ანუ აქ ადამიანი ამბობს უარს სირთულეებს რა, სირთულეებში რა შედის? 15 სამსახური უნდა მქონდეს იმისთვის, რომ მე მქონდეს ფული. ეს არის სისულელე. შენ პირველ რიგში უნდა გახსნა შენი ნიჭი და აუცილებლად მოგივა ფული. იმიტომ რომ შენი სული იქნება გახარებული. გამიგეთ რა ხდება? აქ თქვენ ახლა აი აქაც ნახეთ ერთი და იგივე კარტი, ამიტომ ესეც რო გავაერთიანო, აი რაც გითხარით, აი აქაც რო დავომატო, მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ თქვენს სულს უსმენთ და თქვენ ნიჭს ხსნით რა და თქვენ ნიჭზე მოგივა თქვენი ანუ ფული ისეთი, რომ აი თქვენ რო გაგეხარდებათ, გესიამოვნებათ, იტყვით, რომ ღმერთო რა კარგია, რომ ეს სხვა რაღაც არის, გზავნილი მოგივათ ვიღაცასთან, რომელსაც აი თქვათ, ნუ აქ თუ იღებთ თქვენ თანხებს დაუშვათ იმიდან ნუ კარტაზე მოდის, კი ბატონო, ისეთი ფული მოგივათ, რომ თქვენ თვითონაც შეიძლება გაგიკვირდეთ რა, იმიტომ რომ კიდე აქ შეიძლება დაბრუნება თანხების, თქვათ ვიღაცას რაღაცა ვალი ქონდეთ სიტყვაზე, თქვენი უეჭველი აქ დაბრუნება იქნება თანხების რა თქვენთან, შეიძლება ძველი კლიენტები დაგებრუნდებიან დაუშვათ, ხო? თქვათ, ნუ ვინც მუშაობს ონლაინ, ყველა ვარიანტში აქ თქვენთან იქნება, როგორ იცით, აი სასიამოვნო კლიენტები, მადლიერი კლიენტები დაგებრუნდებათ ან მოვლენ. იმიტომ რომ აქ არის, როგორ იცით, რაღაცა აი ფული მოდის, როგორ იცით, აი სასიამოვნო ფული, ასე რომ ვთქვათ რა. აი შეიძლება თქვენ განიცდიდეთ რაღაცას ნერვიულობდეთ, მაგრამ აი გამოდიხარ და ეს თანხები და ეს ფინანსები თქვენ ახლა აი მართლა ისეთი კარგი შემოსავალი აქ მოდის, შეიძლება დაჟე როგორ არიცით, ნუ მაგრამ აქ ამ არკანით ყველა ვარიანტში შემიძლია თქვა, რომ ვიღაცა რაღაცა შეიძლება დაგებრუნოს თქვენ, ძალიან დიდი თანხა, რომელსაც თქვენ უკვე ფიქრობდით, რომ აღარც დამიბრუნებს არავინ არაფერს არასოდეს და აი ვიღაცას ესეთ თანხას დაუბრუნებენ აქ უეჭველი, კი. აქ ფული მოდის, უეჭველი მოდის, თქვენი ცოდნა თუ გააქვთ თქვენ, იცოდეთ, რომ ან თქვენი ცოდნის გაცემის სტაბილური თანხა შემოვა სულ. ანუ დაუშვათ, თუ თქვენ ეძებდეთ ფულის სწავლისთვის, აუცილებლად
თქვენ ამ თანხას ნახავთ და იპოვით რა. ყველა ვარიანტში მოგეცემათ საშუალება, რომ თქვა დაუშვოთ თქვენ ახლა შეიძლება ზოგი ვაფშე 1 წლის თანხას გადაიხდით, თქვა ახლა სწავლის ან ერთიანად გადაიხდით, იმიტომ რომ სიტუაცია ისეთია, რომ კი თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ თქვენ ეს თანხა იპოვოთ. ვიღაცას კიდევაც გეუბნებით, რომ შეიძლება даже ესე რა ქვია, მოხდეს ის მომენტი, რომ ადამიანი აი ძველი ვალის დაბრუნება არის აქ უეჭველი შეიძლება ზოგიერთს არის ძველი ვალის დაბრუნება რომელიც შეიძლება თქვენ გაეცით და უკვე დაგავიწყოთ საერთოდ გეგონათ რომ всё წავედე და ვიღა მომიტანს მე ამ ფულს ხო აი აქ მოხდება რაღაც აქ მაღალი ძალები ერთობიან და ნამდვილად აქ ვიღაცა მიიღებ ძალიან კაი თანხას და ანუ ყველა ვარიანტში აბსოლუტურად შემიძლია გითხრათ რომ უმრავლესობა ვისთვისაც გაქვთ ეგ სიტუაცია ჩაფიქრებული თქვენ მაგას მიიღებთ. პლუს კიდე აქ შეიძლება არა, აქ თითქოს მაღალი ძალები უყურებენ, აი მართვას კიდე იცით რა სწავლოთ. შეიძლება ადრე როგორი იყო სიტუაცია, რომ თქვათ ახლა თქვენ ფულს მისცემდეთ და თქვათ, ნუ უაზროდ ხარჯები იყო. აი აქ თქვენ უკვე დაფიქრდებით, სანამ დაუშვათ დახარჯოთ ფული რა, რაღაცა ის სხვანაირი მიდგომა გექნებათ ფულის სადმე, რაღაც უფრო გაკვირვებულად რა იზავთ. კი. სხვათა შორის აქ შეიძლება გოგოებო ელოდეთ საჩუქარს ისეთი ადამიანისგან რომელიც თქვათ აი ნუ ნამდვილად აქ როგორი თემაა ისეთ რა თითქოს მაღალი ძალები ზიან და უხარიათ რა თქვენ წინაპრებს უხარიათ რომ ანუ თუ არეულობა ქონდათ რაღაც მიდის თქვენიდან აი ეს არეულობა რა ვიცი და აი რაღაც კამატები, რაღაცნაირად გაუგებრობები, შეიძლება რაღაც მომენტები და სხვათა შორის აი ძალიან ბევრი ხალხი მოვა თქვენთან, თუ ვინმე მუშაობთ თქვენ ახლა კლიენტებთან, აქ რაღაცა ბევრი ხალხი მოდის თქვენთან რა. კი, ფართუნა. ანუ ესე იგი, აქ უეჭველი გეუბნებით, რომ თქვენი, აი თუ გული წყდებოდა თქვენ კიდე ნახat დაუშვით ვიღაცას, აი ვარი უეჭველი ვიღაცას დაუბრუნდებათ. ვიღაცას იმიტომ რომ შეიძლება თქვენ გქონდათ რაღაცა ისეთი ფიქრი, რომ აი ვინმესთან შეიძლება იჭუბეთ დაუშვათ ხო ფულის გულისთვის, ხო? აი აქ სიტუაცია შეიცვლება და ნამდვილად განულდება ეგ სიტუაცია და ისე ადვილად შემოვა თქვენთან ფული, რომ თქვენ გაოცდებით რა. აი გაოცდებით იტყვით რომ ღმერთო, ანუ არ ვიცი რა, სრულიად მოულოდნელი ფულით შეიძლება შემოვიდეს. ნუ აქ უეჭველი თქვენ აქ რაღაცას აკეთებთ, აი შეიძლება ჩემსავით აქ დღეურში წერდეთ რაღაცებს, ხო? კი. აქ გეუბნებით ვიღაცას დაუბრუნებენ თანხას, რომელიც იყო აი რაზეც თქვენ განიცდით, ყველა ვარიანტში თქვენ მაგას მიიღებთ. აუცილებლად მიიღებთ, იმიტომ რომ მოითხოვთ თქვენ აქ და ყველა ვარიანტში თქვენ ფულს დაგიბრუნებენ. იმიტომ რომ კი. დაგიბრუნებენ. აუცილებლად დაგიბრუნებენ აქ ფულს. რაზეც თქვენ განიცადეთ, თუ თქვენთვის აქტუალურია, იცოდეთ რომ ფული დაგიბრუნდებათ რა, თუ ვინმეს ჰქონდა თქვენი ვალი. და ურთიერთობას რაც ეხება, აქ ნახეთ რა ხდება. აქ არის რა დაბრუნება ადამიანის, რომელიც ეხლა თქვენ ან დაბრუნება, ან გამოჩენა, თუ დაუშვით თქვენ იცით რომ ვიღაცა ადამიანი თქვენ გითვალთვალებდა, ხო? მაგრამ არ ჩდებოდა, შორიდან გაკვირდებოდათ, ხო? იცოდეთ რომ ეს ადამიანი გამოჩდება, გამოდის თავისი, თქვათ, ჭრდილიდან და მოდის და თქვენ ძალიან დიდი სიხარულით, აი თქვენ მაგას შეიძლება ელოდებოდეთ მაგის გამოჩენას, აუცილებლად ეს ადამიანი მოვა თქვენთან მართლა და შეიძლება სხვათა შორის რაღაცებს მოგიყვება. თუ ბლოკში ყავდათ თქვენ აუცილებლად მაგას აი თუ დაუშვით ბლოკში ყავთ თქვენ, ხო? აუცილებლად თქვენ გამოუშვით იმ ბლოკიდან, იმიტომ რომ ადამიანი ეგრევე გამოჩდება და გეტყვის რომ ძალიან მიყვარხარ. კიდე აი აქ თქვენ ახლა თუ არ გქონდათ ურთიერთობა, ნუ ხო გეუბნეთ, აი არ ჩანდა ადამიანი, შეიძლება აქ დაბრუნება არის თქვენთან ამ ადამიანის, რას მოგიტანთ თქვენ ახლა ეს დაბრუნება?
აჰა, თქვენ დაფასებას მოგიტანს სხვათა შორის. კი. აქ შეიძლება როგორი მომენტი, კი, თქვენ დაფასება და თქვენ ახლა აი სიტუაცია, რომელიც იყო დაუშვათ ძალიან რთული, შეიძლება ჩხუბისმიერი დიდი პაუზა გქონდეთ, მაგრამ იმგან გამოდიხარ. აქ შეიძლება даже ადამიანმა ან ხელი გთხოვოს დაუშვათ არ გამიკვირდება თუ თქვენთვის ეს ახლა აქტუალური, ან უკვე ისეთი სერიოზული ურთიერთობას შემოგთავაზებს, თქვენ გეტყვის შეიძლება მოდი ახლა ერთად ვიცხოვროთ რა და ეს იქნება თქვენთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება ადამიანი გეტყვის ან აგიხსნის რატომ თქვათ ახლა არ აკეთებდა ამ სერიოზულ ნაბიჯს ხო ნუ რაღაცა საუბარი გექნებათ ამ ადამიანთან უეჭველი შემიძლია გითხრათ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ახლა ნუ არ ვიცი კორწინება რა გითხრათ მაგრამ აი ერთად ცხოვრება შეიძლება კი შემოგთავაზოს ადამიანმა და так, უნდა, ну, ახლა ნახეთ. პრინციპში ნახეთ, მე ვეკითხები, უნდა მიიღოთ ამას. ახლა თუ დაუშვათ, აქ რა არის? აქ შეიძლება ისეთ რას მიყვებიან? ხო. აქ რას მიყვებიან? აქ შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია, რა, ცოტა რთული პერიოდი გქონდა, ვინც ახლა იცნობს რა. დაუშვათ თქვენ გქონდათ რაღაცა შეიძლება ადამიანი დიდი ხანი თქვა არ ჩდებოდა. აი აქ ნამდვილად ეს სიტუაცია არის. მე ვკითხე რას მოგიტანს, ხო? თუ ადამიანი დიდხანს არ ჩდებოდა, ამის გამო თქვენ ახლა ნუ გქონდათ ძალიან მძიმე პერიოდი. მანაც გადაიტანა ეს მძიმე პერიოდი თქვენ რო იცოდეთ რა. და აქ ნამდვილად, ესე იგი, აქ ადამიანებმა აი ხო გითხარით აქ რო გადიხართ თქვენ რაღაცა კარმიდან რა. აი აქ უმრავლესობა იცოდეთ თქვენ რაღაცა ძალიან რთული პერიოდი რაღაცა დაასრულეთ, მიხვდეთ? აი მორჩა რა, აქ გაუგებრობა, ჩხუბები, რაღაცა აი თქვათ ეს არ გამოჩენა, არ მოქმედება, მიხვდეთ? შეიძლება არ ჩართულობა ადამიანის რა. აი ეს ყველაფერი უნდა დაასრულდეს, ეს გაუგებრობა უნდა დაასრულდეს. აი ხო გეუბნეთ, როცა ადამიანი ახლა ну არ მოქმედებდა შეიძლება თქვენი ურთიერთობა იმიტომ ვერ ხდებოდა რომ დაუშვათ თქვენ ახლა ну აყოლილი იყო ან თქვენი პარტნიორი ან თქვათ ну იმაზე იყო საუბარი რომ არ უნდა თქვათ თქვენი თავი და ну ხალხის ენები რაღაცები მიხვდეთ ეს ყველაფერი მიდის იმიტომ რომ ეს ამ ადამიანს ნახეთ და ამის გამო შეიძლება გქონდათ თქვენ რამე ჩხუბები და იმიტომაც შეიძლება თქვათ გულიც გტკიოდოთ აქ ახლა არ გამოვრიცხავ მაგასაც მაგრამ ამ ადამიანმა ბევრი იფიქრა და უკვე აი როგორ გითხრათ მიხვდა რა რომ არჩევანი მინდა გავაკეთო მე მაგაზე მე ეს ქალი მიყვარს და მე არ მაინტერესებს არავისი არც ლაპარაკი არც არავისი აზრი არაფერი იმიტომ რომ აქ არის ორი ადამიანი რომელიცაც ერთმანეთთან ძალიან უნდათ ყოფნა რა იზიდავენ ერთმანეთს თავისი ენერგიით რა და ამიტომ აქაც გვაჩვენებენ ჩვენ რომ ნამდვილად აქ შემიძლია გითხრათ რომ ხანძრივი ურთიერთობა გქონდეთ კი ახალი ეტაპი გეწყება და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი უნდა იყოს თქვენ ერთად ცხოვრობით კი აქ დასრულდა პერიოდი რაღაცა თქვენ კი როცა იყო ეს იჩუმი როცა არაფერი არ ხდებოდა და შემოდის უკვე ნახეთ ქმედება იმიტომ რომ აქ არის აი არჩევანი როცა ადამიანი უკვე გულით სულით აკეთებს არჩევანს თქვენზე სადაც უკვე აი ეს რაღაცა ნუ უკვე ნამდვილად გქონდა მაგას მერყეობა სხვათა შორის გქონდა მერყეობა და მაგრამ მიხვდა რომ მხოლოდ თქვენ ხართ ის ქალი რომელიც უნდა რომ იყოს მხოლოდ თქვენ მაგას იზიდავთ და ამიტომ თუ რამე იყო ტყვილები თუ რამეს ეს ადამიანი თქვათ ახლა ცდილობდა რომ თქვათ რაღაცა манипуляციები ჩაეტარებია ამ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო რომ მორჩა მე მასე აღარ მოვიქცევი მე აქ ახალი პერიოდი იწყება რა ახალი პერიოდი იწყება კი აქ უკვე ადამიანი ირჩევს ქმედებას იმიტომ რომ თვითონაც უნდა ბედნიერება გამიგეთ თვითონაც უნდა ბედნიერება და არა რაღაცა გაუგებრობა და ძალიან კარგად ხდება რომ არ გამოვა აი ეს ჩხუბები და რაღაცები არ გამოვა манипуляციები არ გამოვა რა ეს უკვე თვითონაც არ სჭირდება და ამიტომ აქ აკეთებს გულით არჩევანს და ეს ადამიანი ბრუნდება თქვენთან ბრუნდება რაღაცა ახალი შეთავაზებებით და სხვათა შორის ძალიან კარგი პერიოდი გელოდება ჩემო ლამაზებო რასაც მე თქვენ რა თქმა უნდა გულით გისურვებთ